მოგესალმებით, ეს არის მილენიალი. მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ wokeism-ზე. ალბათ ბოლო წლების განმავლობაში თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რომ რაღაც არანორმალური მოვლენები ხდება. ცისარტყელას დროშები უკვე ყველგანაა. უნივერსიტეტში უკვე გენდერული სწავლებებია შეტანილი. უამრავმა ახალგაზრდამ აღმოაჩინა, რომ ირგვლივ ყველგან საშინელი სოციალური უსამართლობაა, ჰომოფობია, რასიზმია და სექსიზმია. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, რომ ეს უბრალოდ გვეჩვენება და ეს შეთქმულების თეორია ვიღაც რეტროგრადების შეთხზულია. ალბათ ფიქრობთ, რომ Netflix-ის სერიალებში უბრალოდ ისე ხდება LGBT თემატიკა, რომ შემთხვევითია ტრანსები ქალთა სპორტში, რომ ისტორიულ ფილმებში ისეთი პერსონები, როგორებიც იყო ანა ბოლეინი, აქილევსი და თავად ზევსიც კი, მხოლოდ შემთხვევით თამაშობს შავკანიანი სახეობები. სინამდვილეში ეს ყველაფერი ერთი და იგივე სოციალურ-კულტურული მოძრაობის woke-ის ნაწილია. Wokeism ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში არსებობს სისტემატიზირებული, ინსტრუმენტულად გაფორმებული დისკრიმინაცია, სქესობრივ და რასობრივი ნიშნით, რომლის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ. Wokeism გაჩნდა მარქსიზმის გარკვეულ ინტერპრეტაციების შედეგად. მარქსიზმში, სადაც არის ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული, ანუ ბურჟუაზია და პროლეტარიატი, მათ შორის ურთიერთობა მარქსის მიხედვით უსამართლობაზეა აგებული. ეს მოდელი მთლიანად წაიღო და შეცვალა პერსონაჟები wokeism-მა. მე-20 საუკუნეში იქნება ეგრეთ წოდებული კრიტიკული თეორია, რომელზეც მომავალში მექნება საუბარი. კრიტიკულ თეორიაში ასევე მიდის საუბარი კაპიტალის კრიტიკაზე, მაგრამ ამ დროს იქნება ფემინისტური, ანტიკოლონიალური და ანტირასისტული თეორიებიც. საბოლოო ჯამში მე-20 საუკუნის დასასრულში ყალიბდება კრიტიკული რასობრივი თეორია. კრიტიკული რასობრივი თეორია გვეუბნება ჩვენ, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტები და კანონები არის აგებული ისე, რომ თეთრკანიანები არსებული სისტემისგან მოგებული რჩებოდნენ, ხოლო სხვები კი წაგებულები. იცვლება მარქსისტული შინაარსი. ბურჟუაზიის ნაცვლად ჩნდებიან თეთრკანიანები, პროლეტარიატის ნაცვლად ჩნდებიან სხვადასხვა რასის წარმომადგენლები. კრიტიკული რასობრივი თეორია იღებს მარქსისგან ყალბი ცნობიერების ცნებას. მარქსი ამ ცნებაში გულისხმობდა, რომ პროლეტარიატს არ ესმოდა, რომ მთელი სისტემა მის ჩაგროზე იყო აგებული. ახლებური გადააზრების შედეგად შავკანიანებს არ ესმით, რომ სისტემა მათ წინააღმდეგ არის აშენებული. Wokeism ჩნდება ამ თეორიულ ბაზაზე და შემდგომ მას ემატება ფემინისტური, ტრანსგენდერული, ეკოლოგიური, ანტიკაპიტალისტური ნარატივები, რომელიც ორიენტირებული არიან უმცირესობებზე, სოციალურ სამართლიანობაზე და თანასწორობაზე. ყველაფერი ეს შეერთებულ შტატებში შეიქმნა. თავის სიტყვა woke ითარგმნება როგორც გამოღვიძებული. გამოდის, რომ თუ კი შენ woke ხარ, შენ იდეოლოგიური სისტემისგან გამოფხიზლებული ხარ და შენ აღარ გაქვს ყალბი ცნობიერება. შენ უკვე ნათლად ხედავ, რომ ჩვენ საზოგადოებაში სავსეა რასობრივი, გენდერული და სექსუალური დისკრიმინაცია, რომელიც ინსტიტუტურ დონეზეა გამყარებული, ანუ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, პოლიტიკაში და ასე შემდეგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა მერე, ყველას აქვს თავისი აზრის უფლება და არსებობდეს wokeism-ის სუბკულტურა, მაგრამ რეალობაში სხვანაირადაა საქმე. Wokeism როგორც კონტრსისტემა თავად გახდა მეინსტრიმული სისტემა. ის შეეხო კინოს, ლიტერატურას, მუსიკას, საინფორმაციო საშუალებას, განათლების სისტემას, პოლიტიკას. Wokeism უკვე ყველგანაა. ეხლა შემდეგი შეკითხვა დავსვათ. რატომ მოხდა, რომ wokeism ესე მხარდაჭერილი გახდა ბიზნესის, პრესა და პოლიტიკოსების მიერ? ჯერ კიდევ 2000-იან წლებში wokeism არ იყო მხარდაჭერილი. ყველაფერი იწყება 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით. იმ დროს უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ნეოლიბერალური ეკონომიკის რწმენა გაქრა და სისტემა სერიოზული ზიანი მიეყენა. გაბრაზებულმა მასებმა დაიწყეს გამოსვლები და ჩათვალეს, რომ ყველაფერში დამნაშავეები არიან მდიდრები. იწყება Occupy Wall Street-ის აქციები და ეგრეთ წოდებული 99%-ის აქციები. გამოდიოდა ხალხი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ 99%-ს, ხოლო თქვენ მდიდრები წარმოადგენთ მხოლოდ 1%-ს. ჩვენ კრიზისი გვირტყავს, თქვენ მაზრად და კარგად ხართ და აი რა შედეგამდე მიგვიყვანა თქვენმა საბირჟო სპეკულაციებმა. ეს აღარ უნდა გაგრძელდეს, თქვენ უნდა გადაიხადოთ უფრო დიდი გადასახადები, უფრო გაზარდოთ ხელფასები, უნდა იყოს უფრო ღია და უფრო კონტროლირებული საბანკო სისტემა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სოციალისტური რევოლუციის მცდელობა, მაგრამ ეს იყო ასე თუ ისე ძლიერი მოძრაობა, თავისი გამოკვეთილი მოთხოვნებით. აქციები რამოდენიმე თვე გაგრძელდა და ელიტები ნამდვილად დაშინდნენ ამით. იმისთვის, რომ მსგავსი არაფერი მოხდარიყო, რომ აღარ მოხდარიყო ლაშქრობა Wall Street-ის წინააღმდეგ, ბიზნესმა პოლიტიკოსებთან ერთად ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგეს. ელიტები ამჩნევდნენ, რომ ეს უკმაყოფილო მასები შინაგანად არ არიან ერთფეროვანი.
კი ყველა აკრიტიკებს უთანასწორობას, საბანკო სისტემას, კაპიტალიზმის გაუმართლობას, მაგრამ ერთნი ამას აკეთებენ სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, ხოლო მეორენი გენდერულ, ეკოლოგიურ და რაც ყველაზე მთავარია რასობრივი ნიშნით. სწორედ აქ არის ჩვენი ვოუქიზმიც. აი ამაზე იწყება პოლიტიკური ფოკუსირება. პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები იწყებენ ვოუქ რიტორიკის შეთვისებას, თითქოს და უერთდებიან პროტესტს. ამის შემდეგ უკვე 7:24-ზე ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციო არხზე, პოლიტიკურ დებატებში განეხილება, როგორც ხედან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცები ფართე გაშლილი მუხლებით, როგორც სწრაფად თბება პლანეტა, როგორც ცუდად ცხოვრობენ ემიგრანტები და ტოლვილები, როგორ ავიწროებენ შავკანიანებს, როგორ თგუნავს ქალებს ტოქსიკური მასკულინურობა, როგორი ცუდია ბოდი პოზიტივი, რა საშინელებაა პატრიარქატი, როგორ განიცდიან ცხოველები, იმიტომ რომ ჩვენ მათ ჭამთ. და როგორ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული იმასთან, რომ ყველანი უთანასწორობები ვართ. ბიზნესი უცბად გახდა სუპერ ინკლუზიური, არანაირი დისკრიმინაცია და მიკროაგრესია. კოდები ქალებისთვის, ტრანსგენდერებისთვის და ასე შემდეგ. ყველგან LGBTQ, MeToo კამპანია. ყველა უცბად გაცნობიერებული გახდა და ყველაფერი შეიცვალა. ბიზნესი უკვე აღარ არის ნეიტრალური, ის უკვე გაცნობიერებულია და პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, როგორც პოლიტიკოსები. ეხლა რა არის ამ ყველაფერში არასწორი? რა თქმა უნდა, მთელი ვოუქიზმი არასწორი იდეოლოგიური პროექტია. პირველ რიგში ამ არაფრის მომცემ ლაყობებზე პოლიტიკური და სოციალური ფოკუსი გადადის რეალური პრობლემებიდან ამ გამოგონილ საკითხებზე და რეალობაში ფინანსური ელიტებისთვის არაფერი არ იცვლება. სისტემა ფუნდამენტურად იგივე რჩება. უკვე ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ კანონია მიღებული. ქალი სხვანაირად იწერება და ის ავტორიტეტულ ენციკლოპედიით გამტკიცდა. ჩამოაგდეს რამოდენიმე ქანდაკება, შეღებეს რამოდენიმე ნახატი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფრით დიდრების ხელში სიმდიდრის კონცენტრაციას არანაირი საფრთხე არ შექმნია. რატომღაც არც ერთმა ამ ქმედებამ არ უშველა რეალურ უთანასწორობას. მასშტაბური საბრიჯო მანიპულაციები და ინსაიდერული ვაჭრობა არსად არ წასულა. სამოქო სისტემის მუშაობა არ გახდა გამჭვირვალე და მონოპოლიებიც არსად არ გამქრალა. ბიზნესმა დაიწყო ვოუქ რიტორიკის მიღება. ვოუქიზმი რეკლამაში გამოიყენება და ამით ვოუქიზმს ხელს უწყობენ. ამით ბიზნესი ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვოუქიზმისკენ ვართ და თუ გაბედე, ეს ვოუქიზმზე კრიტიკა გამოდის. ამის გარდა საგრძნობლად კრიზისშია დემოკრატიაც. პირველ რიგში ნორმები მეტი აღარ იწარმოება თავისუფალ დებატებში. ყოველგვარი განხილვის გარეშე მას მცირე ჯგუფი ქმნის. იქნება სხვადასხვა ინდექსები, სად შეიძლება განხორციელდეს ინვესტიცია და სად არა. ამ ინდექსებს თავად მცირე ჯგუფები ადგენენ, ყოველგვარი საზოგადო განხილვის გარეშე. გინდა იმუშაო Google-ში? მაშინ უნდა სცე პატივი ვოუქიზმის წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ადგილი აქ არ არის. თუ არ ეთანხმები ამ წესებს, შენ რასისტი ხარ, სექსისტი ხარ და შენი ადგილი აქ არ არის. ადამიანები იძულებული ხდებიან ამ წესებს დაემორჩილონ, ანუ იმ წესებს, რომლებიც თავად კორპორაციებმა მოიგონეს. ამერიკელები 62%-ს ეშინია იმაზე საუბარი, რასაც ფიქრობს ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის გამო. ვოუქიზმი თავისი არსით არის ფაშისტური იდეოლოგია, სადაც იდენტობა უფრო უპირატესია ვიდრე ინდივიდუალობა. მთავარი არ არის ის, როგორი მსოხედულობა, ხასიათი, ცოდნა გაქვს პირადად შენ, როგორი ადამიანი ხარ. არად მნიშვნელოვანია, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნები. შენ თეთრკანიანი ხარ, შავკანიანი, ქალი, ტრანსგენდერი თუ სხვა ვინმე, ამაზე პასუხის შედეგად უკვე გასაგები ხდება, შენ ჩაგრული ხარ თუ ჩაგრული, რადგან უკვე ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. შენ არანაირი არჩევანი არ გაგაჩნია. ვოუქის მოძრაობის წარმომადგენლები არ იღებენ არანაირ კრიტიკას და არ არიან დიალოგისკენ ორიენტირებული, რადგან მათ გონიათ, რომ ჭეშმარიტებას ისინი უკვე ფლობენ. მოკლედ ეს ყველაფერი ერთი მხრივ აბსურდია და ფანატიზმი. მეორე მხრივ კი ბანალური ელიტების იარაღია, რომ თავისუფლება წაგართვან და შენ რეალურ პრობლემებზე აღარ ილაპარაკო.